ნატახტარში, სადაც უნდა გაგაცნოთ პოლინა ოდიშარია, რომელიც რამოდენიმე თვის წინ თბილისიდან სწორედ ნატახტარში გადავიდა საცხოვრებლად და საკუთარი მეურნეობა გააშენა. მას დღეს დაახლოებით 15-მდე სახეობის მწვანილი იაპონური ტექნოლოგიის დახმარებით ეფექტური მიკროორგანიზმების ყველანაირი ქიმიური საშუალებების გარეშე მოჰყავს. უფრო ახლოდან ახალგაზრდა აგრონომს გვარცა ჩარგაზია და გიორგი კოკაიას სიუჟეტიდან გავიცნობთ. ორეგანო საქართველოში თავშავას ეძახიან და ძალიან ბევრმა არ იცის ამის შესახებ და უბრალოდ ველურ გარემოშიც გვხვდება და ბევრს სარეველად გონია, თუმცა უსასარგებლოესი პროდუქტია. ბავშვობიდან ძალიან მიყვარს სოფლის მეურნეობა, მიწასთან მუშაობა, 3 წლის ასაკიდან მამამ მაყварებდა ამ საქმეს და ნუ საბოლოოდ შედეგი გამოიღო ამან და მეც ძალიან შემიყვარდა მიწასთან მუშაობა, ძალიან მსიამოვნებს. და მეც ესე უცებ ერთ დღეს მომინდა რომ საკუთარი მეურნეობა მქონოდა, რაც ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა და გადავწყვიტეთ მე, ჩემმა მეუღლემ, მეგობრებიც მხარში გვიდგანან, რა თქმა უნდა, დედა მხარში მიდგა სამწუხაროდ მამა გარდამეცვალა, თუმცა მის დაწყებულ საქმეს ვაგრძელებ და მინდა რომ სადაც არის იქ იამაყოს ჩემით და ჩვენით. ეს საზამთრო მოკლედ პირველად მოყავს, პირველად დავთესეთ. უკვე გადმოვდგეთ კიდეც ჩითილები, მოყავს მხოლოდ ეფექტური მიკროორგანიზმებით, ის არის 100%-ით ნატურალური პროდუქტი, ყველაფრისთვის არის სრულიად უსაფრთხო. ახლა ეს ჩემს ორგანიზმში მხოლოდ კარგს გააკეთებს. მიხეილ ოდიშარია, პროფესიით იყო ფიზიკა-მექანიკოსი, მათემატიკოსი, თუმცა გადაწყვიტა რომ ეპოვნა რაიმე ისეთი ალტერნატიული გზები სოფლის მეურნეობაში, რომ ჯანსაღად მოგვეყვანა ნატურალური პროდუქცია და არ დაგჭირვებოდა ამდენი შხამქიმიკატების გამოყენება. მან მიაგდო იაპონურ ტექნოლოგიას, ეფექტურ მიკროორგანიზმებს, რომელიც 130-ზე მეტ ქვეყანაშია მსოფლიოში, ჩვენც შეგვიტანეს უკვე IEM გლობალურ რუკაზე. ეს არის მეგობრებო ლიმონის პიტნა, იგივე ბარამბო და იგივე მელისა, სამი სახელი აქვს და ძალიან კარგი დამამშვიდებელი ეფექტი აქვს. ხუთი სახეობის პიტნა გვაქვს. მათ შორის გვაქვს ისეთი გამორჩეული პიტნის სახეობები, როგორც არის შოკოლადის პიტნა, ლიმონის პიტნა, ანანასის პიტნა და წიწაკის პიტნა. დაახლოებით 15-მდე სახეობის პროდუქტი გვაქვს ამ ეტაპზე, სხვადასხვა სახის პიტნები, მწვანილეულობა, უკვე ჩითილებიც გადმორგული გვაქვს, სხვადასხვა ბოსტნეულის უკვე, ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო, კიტრი, პომიდორი, რაც ყველაზე მოთხოვნადია, ბულგარული წიწაკა, ბადრიჯანი, ყაბაკი. ესმით მცენარეებს ჩვენი ძალიან კარგად გრძნობენ განწყობასაც, მუსიკაც მოწონთ, რა ვიცი, ყველანაირად მცენარეები გვიგებენ და ჩვენც უნდა გავუგოთ მათ. გქონია ისეთი მომენტები, რომ აღარ შემიძლია, დავნებდები, არაფერი არ გამომდის, იმიტომ კი არა, რომ შრომა მეზარება, აი უბრალოდ რა რაღაცა მაინც რა სტერეოტიპულად ისეთი საქმეა, რომ უნდა დაამტკიცო, რომ ეს ნატურალურია, უნდა გააგებინო ხალხს, უნდა გაეცნო ხალხს, მაგრამ ყველა ცდილობს, რომ დაგეხმაროს, რაც შეუძლია გვერდში დაგიდგეს, ეს ჩვენ გვაძლევს ძალას და мотиваციას, რომ ეს საქმე გავაგრძელოთ, უფრო განვითარდეთ, უფრო შევძლოთ, რომ მეტი გავაკეთოთ. გვინდა ბავშვთა სივრცის შექმნა, სადაც შეეძლებათ ბავშვებს მოვიდნენ, მოიყვანონ მშობლებმა, ვასწავლოთ მიწასთან ურთიერთობას, რა თქმა უნდა, მშობელსაც შეიძლება თვითონაც დაისვენოს, ეცოდინება, რომ ბავშვი ძალიან კარგ ჯანსაღ გარემოშია და როცა მიწასთან ბავშვობიდან სწავლობ ურთიერთობას, თვითონ ადამიანიც სხვანაირი იზრდები, უფრო კეთილშობილი ხარ. იმისათვის, რომ ჩვენი ეს საქმე განვავითაროთ, უფრო გავიზარდოთ, ჭირდება მხარდამჭერები და თანამოაზრეები, რომელთაც მთელი გულით და სულით მივიღებთ ამ ჩვენს პატარა სამოთხეში.